ქართველი ვარ, ქართველი. მოგესალმებით ჯაბაასის მაყურებლებო, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჯაბაას დღეს ჩემთან ერთად გაიზიარებს ჩვენი უსაყვარლესი ვირტუოზი მუსიკოსი. ჩვენი ირაკლი ახალაია. მოგესალმები მაყურებელს. ჩვენ უკვე არაფორმალურ გარემოში შევხვდით ერთმანეთს. ქუთაისში ვართ, როგორც უკვე შეამჩნევთ დიდებულ წმინდა ადგილას. და დავიწყოთ. მიყვარს ის, რასაც აკეთებ, სიამოვნებს იმის მოსმენა, იმის ხილვა, შენი საქმიანობის და ცოტა მოვყვეთ ახლა შენ შესახებ, საიდან იწყებ, როგორ, რანაირად, ახლა რა შვები და მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს შენზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს და წარმატებას უსურვებ თქვენს გადაცემას. რაც შეეხება დასაწყისს, ყველაფერი იწყება ოჯახიდან. საქმე, რომელსაც დღეს ვიმსახურები, არის ჩემი ოჯახის საქმიანობა. იმ მშობლები მთელი ცხოვრება ქართულ ხალხურ სიმღერას, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს ემსახურებიან, ზრდიან მომავალ თაობას და შესაბამისად მეც ასე გავიარე მთელი ბავშვობა ამ ტრადიციის შესწავლაში. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იყო პროფესიული განათლება თბილისში და დღეს ვარ ქუთაისის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მუსიკოსი და ასევე მყავს ბავშვთა სტუდია, სადაც ჩვენს ტრადიციას იაფეთიდები, სადაც ჩვენს ტრადიციას გადავცემ და ვასწავლი მომავალ თაობას. დაამთავრე თბილისის სასწავლებელში, ესე იგი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკა. კარგი. ნახე, იაფეთიდებზეც ვისაუბროთ ცოტა. ჯერ ერთი სახელი მე ძალიან მომწონს და ეს მიგნება ძალიან მომწონს. საიდან მოგივიდა, ნახე, რას ნიშნავს, გასაგებია ეს ბევრჯერ გაქახსნილი კიდევაც და თუ ვინმე მარიცით, სემი ქამი და იაფეთი ნოეს შვილები და ეგრე არის ცნობილი და მიჩნეული, რომ იაფეთის შთამომავლები ვარ და ქართველები. ამის აღსანიშნავი ძალიან კარგი ახსნა აქვს და მე სახელებთან რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ, გადაცემას ეთყოს ჯაბაასი ქვია. ეს ძალიან მომწონს და ძალიან მომწონს ის, რასაც აკეთებ და როგორც ასწავლი, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს ვიდეოს მიღმა, როგორ მიდგომა გაქვს ბავშვებთან. რამდენად არიან ბავშვები ჩართულები და ინტერესებულები და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, რაც დრო გადის, ჩვენი ტრადიციული სიმღერა, ჩვენი ტრადიციული საკრავები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს ძალიან კარგია. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც წლების წინ, თუნდაც ჩემი სტუდენტობის წლებში, ცოტა ირონიული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ხალხური ინსტრუმენტების მიმართ. მაგრამ დროთა განმავლობაში მეგრე ალბათ ეს განაპირობა ჩვენმა სიყვარულმა ინსტრუმენტების მიმართ, რომ ჩვენ მაინც და მაინც ჩვენ ისევ და ისევ აი ესე ჯიუტად ვეუფლებოდით ინსტრუმენტებს, ვახდენდით ამის პოპულარიზაციას, რა თქმა უნდა ჩვენამდე 10 წლებით ადრე დაიწყო, მაგრამ ეს 90-იანები გამოტოვებული რაც იყო, ამან ძალიან იმოქმედა. არა მარტო მუსიკაში, ცეკვაშიც და რაღაცა ქართულ სითბოს კნინდებოდა რაღაც პერიოდი რა და კი ეს მომენტი ნამდვილად იყო. თითქოს რატომღაც საკუთარი ტრადიციული სიმღერების და ინსტრუმენტების მიმართ ირონიული დამოკიდებულება იყო. მე მსგავსი საუბარი, ანუ ეს ტენდენცია რო იყო ადრეც მახსოვს ჩემი ლექტორის მხრიდანაც, ბატონი გომარ სიხალუძე გახდა ჩემი ლექტორი. ასევე ამ სპეციალობას გვასწავლდა ყოველდღიურ ლექციებს გვიტარებდა ბატონი ბადრი ტუღუში და მე მახსოვს საუბარი, რომ ბატონი გომარი საუბრობდა, როდესაც სცენაზე ავდიოდით, თავიდან აი დამცინავი რაღაც კომენტარებიც კი იყო. აი ესეთი საუბარი, მაგრამ იმ თაობამ ძალიან დიდი საქმე გასწია ამ ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციისთვის. ეს საბედნიეროდ ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ახალი თაობაც დაინტერესებულია, ახალ თაობაშიც არის სურვილი იმისი, რომ ისწავლონ და დაეუფლონ და ჩვენ პედაგოგები, მასწავლებლები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სწორად, ლამაზად და კარგად შევასწავლოთ ეს საქმე მათ. ძალიან კარგად გამოგდის, მე დარწმუნებული ვარ. ერთი თემა მინდა ჩავშალოთ ახლა, არ დავიწყებ რაიმეს გამოგონებას, ცოტა
მივირთვით ერთად და იქ თქვი შეეხე ისეთ თემას, რომელიც საინტერესოა და ვფიქრობ, რომ მაყურებელმაც უნდა იცოდეს ამ თემის გარშემო შენი პოზიცია და ზოგადად რა ხდება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ შენ ახსენე, რომ ფანდური, როგორც ინსტრუმენტი, ესე რო ავიღოთ სიტყვაზე არის კატეგორია ორ ჯგუფად დაყოფილი, სადაც ერთნი იძახიან, რომ უნდა იყოს იმ სიძველით და სიმწირით, ესე რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვაზე ლადების და ასე შემდეგ. ტექნიკური შესაძლებლობის თვალსაზრისით და თუმცა მეორე პოზიცია, როცა ჯობია რომ ცოტა განვითარდეს და წინ წავიდეს. აი ამასთან დაკავშირებითაც რომ მინდა რომ კარგად განმარტე წეღან უბრალოდ და მაყურებელმაც რომ მოისმინოს შენი პოზიცია. სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებთ, თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ტრადიციული ფანდურის წინააღმდეგ არ ვლაპარაკობ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ტრადიციული ავთენტური ფანდური უნდა შევინარჩუნოთ, შევისწავლოთ, შევასწავლოთ მომავალ თაობას და გადავცეთ ზუსტად იგივე ფორმით, რა ფორმითაც ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მაგრამ ტრადიციული ფანდურის გვერდით მიმაჩნია, რომ უნდა არსებობდეს განვითარების შესაძლებლობა. ესე იგი, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ძველი ტრადიციული ინსტრუმენტიც და ასევე უნდა იყოს თანამედროვე ფანდური, განვითარებული ფანდური, რომელიც საორკესტრო და საკონცერტო უფრო ფართო საორკესტრო და საკონცერტო მოთხოვნებს უპასუხებს. რა განსხვავება ძველ და ახალ ფანდურს შორის? რატო ვერ გახდება ძველი ფანდური სიტყვაზე და გათანამედროვე რაში ჭირდება? და ტრადიციებიც სად იკარგება ამ დროს, ანუ გათანამედროვების გზაზე რა, ანუ სად ხდება მე ვფიქრობ, რომ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გაზრდა ტრადიციის წინააღმდეგ წასვლა საერთოდ არ გულისხმობს. მე იმას არ ვსაუბრობ, რომ ძველი ფანდური საკმარისი არ არის და ის სრულიად უნდა შევცვლოთ, ეს ასე არ არის. ძველი ფანდური სრულყოფილი ინსტრუმენტია იმ რეპერტუარისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რისთვისაც ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მაგრამ მის გვერდით აუცილებლად უნდა არსებობდეს განვითარებული ფორმაც. ეს არის ახალი ფანდური. დიახ. რით განსხვავდება ეს ძველი ფანდურისგან? ანუ ეს ხო არის ახლა? კი. თანამედროვე სახით მოსწავლი დღეს რაც არის. საქცევების რაოდენობა, ლადები. დიახ. უფრო მეტი აქვს ამას. უფრო მეტი აქვს, რა თქმა უნდა. შესაბამისად მეტი ხმა მივიღეთ, უფრო მეტი ჟღერადობა. უფრო მეტი შესაძლებლობა მივიღეთ. სხვადასხვა ტონალობაში დაკვრის შესაძლებლობა. სანამ აქამდე მოვიდოდა ეს ინსტრუმენტი, ფანდური, ან ფანდურის ისტორიაზე რო ვისაუბროთ, რომ როგორ განვითარდა, როგორ მოვიდა, გინდა არიან ნებისმიერი საკრავი ხო ვითარდება, მაინც სადაც ეტაპამდე მიდის. რაც შეეხება ფანდურს, წერილობით წყაროებში ფანდური გვხვდება სადღაც მე-10 საუკუნიდან. მაგრამ როგორც მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, თავად ინსტრუმენტი ბევრად ძველია. აქ მინდა ახლა აღვნიშნო ერთი საინტერესო დეტალი. ხშირად თითქოს ისევ საუბრობთ, თითქოს არსებობდა საუკუნეების განმავლობაში ფანდურის ერთი რაღაც უცვლელი, ერთი ნამდვილი ფანდური. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. აი თუნდაც დიმიტრი არაყიშვილისა და მანანა შილაქაძის ნაშრომებში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ფანდურები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. განსხვავდებოდა საქცევების რაოდენობით, განსხვავდებოდა ფორმით, ზომით, დასამზადებელი მასალით და დაკვრის ტექნიკითაც კი. აი დავუშვათ, ხევსურეთში გავრცელებულ ფანდურს მხოლოდ 2 საქცევი ჰქონდა, მაშინ როდესაც დაბლა ბარში გავრცელებულ ფანდურებს 6 ან 7 საქცევი ჰქონდა. ხევსურეთში გავრცელებული ფანდურების დიაპაზონი სექსტას შეადგენდა, ხოლო ბარში გავრცელებული ფანდურების დიაპაზონი შეადგენდა ოქტავას ან ნონას. ანუ აქედანაც ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა მხარეში გავრცელებული ფანდურები სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა ადგილობრივი მუსიკალური მოთხოვნილების მიხედვით. რა მოიყვანა ფანდური აი ამ სახემდე, როგორიც ახლა გვაქვს? ფანდურის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო მე-20 საუკუნეში. დაახლოებით 1930-იან წლებში საქართველოში გაჩნდა იდეა, რომ შექმნილი იყო ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი. ხოლო ორკესტრს ახლა ინსტრუმენტების მიმართ სხვა მოთხოვნები ჰქონდა. ინსტრუმენტზე აუცილებელი იყო სხვადასხვა ტონალობაში დაკვრა,
საჭირო იყო უფრო ფართო დიაპაზონი. ამისათვის ფანდურმა განიცადა ცვლილებები. და ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის კირილე ვაშაკიძეს. მან ფანდურსა და სხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე მუშაობა დაიწყო იმისთვის, რომ ჩვენს ტრადიციულ ინსტრუმენტებს ჩვენი ტრადიციული ინსტრუმენტების შესაძლებლობა უფრო გაფართოებულიყო და მოქნილი გამხდარიყო ეს ინსტრუმენტები საორკესტრო და საკონცერტო შესრულებისთვის. შეიცვალა წყობა, გაფართოვდა ტექნიკური შესაძლებლობები და ასევე შეიქმნა სხვადასხვა ფუნქციის ინსტრუმენტები. ეს იყო ბასფანდური და ეს იყო კონტრაბასი. მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ, რატომ მოხდა ეს ცვლილებები. ფანდურისგან კირილე ვაშაკიძის მიზანი ფანდურისგან სხვა ინსტრუმენტის შექმნის იდეა არ ყოფილა. მისი მიზანი იყო ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო უფრო საორკესტრო და საკონცერტო სხვა რთული ნაწარმოებების შესრულება. და აი აქ არის ერთი კითხვა. თუ ინსტრუმენტი ვითარდება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის თავის იდენტობას კარგავს. ცხადია, ამაზე პასუხი არის რომ არა. ეს მიღებული ფორმა, რაც უკვე დღეს მიიღო, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ არის სრულყოფილი და უკვე იმ დონეზეა, რომ რაღაც კარგ ეტაპზეა მოკლედ. თუ საჭიროებს კიდე რაღაც ეტაპზე, მაინც ფანდური შემდგომში რა სახით განვითარდება, ეს ამას ალბათ დრო გვიჩვენებს და ის მოთხოვნები, ის მუსიკალური მოთხოვნები, რაც იქნება. მაგრამ ამ ეტაპისთვის ფანდური ამ სახით გვაქვს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო იხვეწება, ვითარდება, დრო და დრო საქცევების რაოდენობა ემატება და ვნახოთ რა მუსიკალური მოთხოვნები იქნება შემდეგში. ანუ ამას აყალიბებს მიღებული გემოვნება მუსიკოსები დიახ. კაი, ეს მხოლოდ ნახე, მარტო საქართველოში არის ეგ ამბავი, რომ რაღაცა ინსტრუმენტი ტრადიციული საჭიროებს განვითარებას და წინ წასვლას, თუ თავის პრაქტიკა ფიქსირდება სხვაგანაც. ესე იგი, თუ გადავხედავთ მსოფლიო მუსიკის ისტორიას, დავინახავთ, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა. აი დაუშვათ დავიღოთ, არის ესეთი ჩინური ტრადიციული სიმებიანი ინსტრუმენტი, გუჯენი, რომელსაც თავდაპირველად საუკუნეების განმავლობაში სიმების მცირე რაოდენობა ჰქონდა. დღეს კი მის გვერდით გავრცელებულია 17-სიმიანი და უფრო მრავალსიმიანი ინსტრუმენტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ინსტრუმენტი ჩინურად არ ითვლება. აგრეთვე არის იაპონური კოტო, რომელსაც ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს, სულ რაღაც 13 სიმი. დღეს ფართოდ გამოიყენება 21, 23, 25 სიმიანი ინსტრუმენტები. მაგრამ ასევე დღესაც იაპონური კოტო ტრადიციულ ინსტრუმენტად, ტრადიციულ საკრავად ითვლება. ასევე არის თურქული ბაღლამა, რომელიც წლების განმავლობაში იცვლებოდა, ეცვლებოდა წყობა, ემატებოდა საქცევების რაოდენობა, მისი ელექტროვერსიებიც არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი ტრადიციული ბაღლამა გაქრა. დღეს ისიც გამოიყენება აქტიურად. ასევე არის ფინური კანტელე, რომელსაც თავდაპირველად ჰქონდა სულ რაღაც 4 სიმი. ხოლო დღეს სადღაც 20 სიმზე მეტი აქვს ამ საკრავს და საორკესტრო ნაწარმოებებში აქტიურად გამოიყენება. ანუ თუ გადავხედავთ, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ნახე, ამას მინდა ჩავწვდე, ამ თავარი мотивация რა არის ახლა შენის, მე როგორც მივხვდი და თუ სწორად მივხვდი, მე გამომყევი ამ ლოგიკაში. პირიქით, ანუ ეს განვითარება პირიქით ხელს უწყობს საკრავის კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფანდურზე რო ვისაუბროთ, პოპულარიზაციას. იქიდან გამომდინარე, რომ მე თუ მჭირდება რაღაცა სხვა ჟღერადობა, რისი მოცემაც არ შეუძლია ძველ სპექტრში მყოფ ფანდურს, სხვა საკრავს კი არ დავიხმარ. იგივე ფანდურს რაღაცა ცოტა შეუცვლი, ცოტას გავაუმჯობესებ და მოვიხმარ და ისევ ფანდურის ჟღერადობას დავტოვებ და სიტყვაზე არ დავესესხები სხვა საკრავს, სხვა კულტურიდან, ესე რომ ვთქვათ, ხო? რაღაცა ესე მგონია, რომ მის პოპულარიზაციისკენ უფრო არის ეს მიდრეკილი, რომ დავტოვოთ ძველი საკრავი, კი ბატონო, მივიღოთ ახალი ჰანგები, ახალი ჟღერადობა, თუმცა არა ახალი საკრავით, არამედ იგივე ავთენტური საკრავით, ოდნავ გაუმჯობესებული ვერსიით. რაღაცა აი ამ ლოგიკას ვიჭერ მე შენ საუბარში. დიახ. ხშირად ის წარმოდგენაც არის, რომ თითქოს ეს საკრავი უკვე ფანდური აღარ არის. მსგავსი მოსაზრებაც არის, მაგრამ
ჩემი აზრით, სანამ რაღაცაზე ვიტყვით, რომ უკვე ქართული აღარ არის, ჯერ მნიშვნელოვანია საერთოდ ვიცოდეთ, საიდან დაიწყო ეგ ყველაფერი. და ამ კითხვაზე ყველაზე კარგი პასუხი თავად კირილე ვაშაკიძეს აქვს. ის იხსენებს, რომ რადიოში მოისმინა აქვსენტი მეგრელიძის მეჩონგურეთა გუნდი და მისი აღფრთოვანება გამოიწვია ქართული საკრავების ტკბილმა, აი ბარხატოვანმა ჟღერადობამ. და სწორედ ამ დროს გაუჩნდა მას ეს კითხვა, რომ თუ ინსტრუმენტებს ეს შესაძლებლობა აქვს, რატომ არ შეიძლება, რომ არსებობდეს ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი. ვაშაკიძის შემთხვევაში იდეაც ქართული იყო, ჟღერადობაც ქართული იყო და მიზანიც შესაბამისად, რომ ქართული ინსტრუმენტების შესაძლებლობების გაზრდა. ფანდური საკმაოდ პოპულარულია საქართველოში და საკმაოდ დიდი აუდიტორია ვინც უკრავს. ხო ერების პრაქტიკაში რა, მათ რო განავითარეს რა, დაამატეს სიმები და ნუ რაღაც სიმების წყობებიც კი ყველა კუთხით განავითარეს. ფანდურის შემთხვევაში სიმი არ დაემატა, აი ესენი ხო არის დღეს ხო რამდენი აქვს, მაშინ იყო 6. ანუ უფრო დაგრძელდა, ესე გამოვიდა? ანუ დაემატა საქცევების რაოდენობა. საქცევები არის ესენი, ეგრეთ წოდებული ლადები. შეიცვალა წყობა, ამის შემდეგ ფანდურის განვითარება უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა. მასზე ათეული წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ სხვადასხვა ოსტატები და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, იხვეწება ფანდურის ჟღერადობა, სიზუსტე, იზრდება დიაპაზონი და ასე შემდეგ. ფორმას აქვს მნიშვნელობა, ეხლა შენს ფანდურს ოთხკუთხედი ასე ვთქვათ, ტყელის აქვს, რო ქვედა ბოლო მაგალითად. მინახავს უფრო წაწვეტებულად მოდის. ფორმასაც მნიშვნელობა აქვს ჟღერადობისთვის, კი ბატონო. ყველა ოსტატს აქვს თავისი თარგი, თავისი ნაშრომი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და შესაბამისად ეს ჟღერადობაზეც ახდენს ეგავლენას. ნუ როგორც დოლებშიც მსგავსად არ არის, ახლა სხვადასხვა ჟღერადობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმა თითქმის ყველა დოლს ერთი ფორმა აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებას განსაზღვრავს სცენაზე შესრულებული მუსიკა. აი რომ გავიხსენოთ ანსამბლი კელაპტარი სალამურზე, ფანდურზე და ბასფანდურზე შექმნეს ჩვენი მუსიკალური ტრადიციის მნიშვნელოვანი ნიმუშები, საოცარი ნიმუშები. ასევე იყო ანსამბლი ურმული, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ამ ინსტრუმენტების და ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში ასევე ტრიო საუნჯე საოცარი ნიმუშები შექმნეს. ასევე აღსანიშნავია სალამურზე დავით ყიფიანი, ფანდურზე მალხასკოიაო მართან ერთად ბატონი ზაქაიძე, ბასფანდურზე და აქ ჩემი აზრით არის მთავარი კითხვა, ერთი ძალიან მარტივი კითხვა. როდესაც აი ამ ადამიანების ჩანაწერს უსმენთ, მართლა ვინმეს უჩნდება იმის შეგრძნება, რომ ეს ქართული აღარ არის. ჩემი აზრით ეს ასე არ არის, მე იქ მესმის ქართული ჟღერადობა, ქართული ინტონაცია, ქართული ფრაზები და ეს არის ის მუსიკალური ხაზი, რომელსაც სხვა კულტურაში უბრალოდ ვერ აურევ. აქ არის ერთი საინტერესო პარალელიც. როგორც მოცეკვავე, ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად გამიგებ. ჩვენ ხო ვიცით, რომ ქართული ხალხური ცეკვა უცვლელი ფორმით არ შენარჩუნებულა და არ მოსულა დღემდე. ის ვითარდებოდა, ღებულობდა სასცენო სახეს, ზოგი ცეკვა კონკრეტულმა ქორეოგრაფებმა შექმნეს, ან მისცეს მათ სცენური სახე, მაგრამ ამის გამო ქართული ცეკვა არაქართული ხო არ გამხდარა.
ან როდესაც ჩვენ ქართულ ცეკვას უყურებთ, იქ კონკრეტულად ხო არ ვითვლით, რომელი ილეთი რომელ საუკუნეში დაემატა. ჩვენ იქ ვხედავთ მთლიანად ქართულ ხასიათს, ქართულ ტემპერამენტს, ქართულ ტრადიციას. ზუსტად იგივე მიდგომა შეიძლება არსებობდეს ფანდორის მიუხედავად იმისა, მაინც არის ცეკვაშიც არის ეგ მიდგომა, რომ აი ადრე უფრო კარგად და ხასიათში და ისე ცეკვავდნენ და ამას მაინც ახლავს ცეკვასაც ხალხისგან ეგ დამოკიდებულება, რომ შეიძლება რაღაცა ისე ავთენტურად ვეღარ კეთდება. მე მაინც ვთვლი, რომ განვითარება ტრადიციას ხელს არ უშლის. განვითარება საჭიროა და შეუქცევადი პროცესია მაგაში მიწეთაქვე. თუმცა ეგეც რაღაცნაირად მესმის კიდევაც რა, ვისაც სიახლის ცოტა შიში აქვს, რომ ემან სადმე არ დავკარგოთ ის ავთენტურობა მაგის. და მე მგონია, რომ საერთოდ განვითარებულმა თუნდაც ქორეოგრაფიამ ქართული კულტურა მსოფლიოს გააცნო. როგორ უნდა მოხდეს ქართული საკრავის პოპულარიზაცია? პირველ რიგში ვთვლი, რომ უნდა შეიქმნას ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი. მაგალითად, შენ რო ორკესტრი გააკეთო, ხა რა გჭირდება ამისთვის? არა, მე არ უნდა გავაკეთო ორკესტრი. მაშინ უნდა იმიტომ რომ გააკეთო. ჩემზე დიდი პროფესიონალებიც არიან და მოიძებნება ადამიანები. კაი, არ გულისხმობ რომ შენ იყო სიტყვაზე სათავეში. კარგი, თანამდებობა გასაგებია, მაგრამ აი ეს რო ის პროფესიონალებიც მოიყვანო, ხალხი შემოიკრიბა, აი რა პროცედურა ჭირდება ამ ყველაფერს? ამას ჭირდება კონკრეტული პიროვნება, ვინც ხელმძღვანელებს ჭირდება, ფინანსები ჭირდება, ინსტრუმენტები ჭირდება, ინსტრუმენტალისტები. ასევე თუ გადავხედავთ ქართულ სატელევიზიო, მსხვილ სატელევიზიო პროექტებს, აღმოვაჩენთ, რომ ქართული ხალხური სიმღერა საკმაოდ დიდი დოზით ისმის ეკრანიდან და ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი საქმეა. ვფიქრობ, იგივე მიდგომა უნდა არსებობდეს ანსამბლებისა და ქართული ხალხური ინსტრუმენტების მიმართაც. აუცილებელია პოპულარიზაცია. აი ამის აუცილებლობას მე პირადად ასევე ვგრძნობ. ხშირად ახალ თაობაში ინტერესი მეტია, გაცილებით მეტია ინტერესი სოლო ინსტრუმენტების მიმართ. არა და ანსამბლისთვის ისეთი ინსტრუმენტების თანაბრად აუცილებელია, რომელიც საერთო ჟღერადობას ქმნის. ჩვენ რომ მივაღწევთ მსხვილი ტელევიზიების დონეს, როგორც ჩვენმა ირაკლიმ თქვა, აუცილებლად ზარი ირაკლისთან და ვიწყებთ ამ პროექტზე მუშაობას. არ ვიცი, იქ ჩართულობა იქნება საჭირო, ხარდაჭერა იქნება სახელმწიფოსი, მერიისი, ვისი, როგორ, მაგრამ ხალხი გვერდში დაგვიდგება, კაი ხალხი ერთმანეთს დაუდგებით გვერდში და უეჭველი გავაკეთებთ ამ საქმეს, ცოტა აი მოვძლიერდეთ, გვაცადეთ ცოტა და მაგის დროც მოვა რა, სპონსორებიც შემოვლენ და იქნება ყველაფერი იდეალურად კიდევ ბევრ ამას გავაკეთებთ, დარწმუნებული ვარ. ეხლა მომიყევი შენზე ცოტა რამე. გავიგე ეს რომ რაღაცები გაწუხებს ამ საქმეში და რა თქმა უნდა ეს გადაცემა მაგას ეძღვნება და მაგისთვის დავიწყებთ რომ ამ სფეროს გარშემო რაც სატკივარია და რაც სათქმელია ითქვას და ყველამ თავისი აზრი დააფიქსიროს და რაღაცა რუპორით ვისაუბროთ. მაგრამ ცოტა შენზეც მოგვიყევი ძალიან საინტერესო კაცი ხარ, ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ. რა ხდება ქუთაისის სიმღერისა სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში? უკრავ, არა მარტო სხვადასხვა ანსამბლებთანაც უკრავ, ისედაც უკრავ შენ ასწავლი კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. მოგვიყევი ახლა რაღაცეები. ალბათ სამსახური მაინც ძირითადად სახელმწიფო ანსამბლში ინსტრუმენტალისტი. ასევე, როგორც აღვნიშნე, ბავშვთა სტუდიის ხელმძღვანელი, ტრადიციულ სიმღერას, ტრადიციულ ინსტრუმენტებს ვასწავლით მომავალ თაობას. ასევე ვცდილობ შევქმნა საკუთარი მუსიკა. კლიპებს აკეთებ ძალიან მაგარს სხვათა შორის. ცოტა თანამედროვე ბასების თანხლებით. ვცდილობ უფრო ეთნო ჰაუსის სტილში რაღაცა მუსიკები, კი ბატონო. ფანტასტიკურ ჟანრს რაღაც მიგნებები გაქვს და მომიყევი ამეებზეც ახლა კაცო. საიდან აკეთებ, რატო იდეა საიდან? შენი შექმნილია კი, საავტორო მელოდიებია, საკუთარ მელოდიებზე მუშაობ. გურამ ლომინაძესთან ერთად.
ამ პროექტს ერთად ვაკეთებთ, ერთად ვახორციელებთ. საავტორო მუსიკები გვაქვს საკმაოდ ბევრი. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ეხა ყველაფრის თავის მობმა სწრაფ ტემპში ცოტა რთულია. ხო, თავისთავად. ამ ბოლო დროს ცოტა გაგვეწელა რიგი მიზეზების გამო, მაგრამ გვაქვს სადღაც 20-22 საავტორო კომპოზიცია და ვეცდებით, რაც შეიძლება მალე ნახოს დღის სინათლე. ეს შეგიძლიათ YouTube-ზე, ლინკი აღწერაში იქნება. მან სხვათა შორის აღწერებსაც ჩაუჯექი მე და კლიპებს როცა იღებ, ოთომე ბუკეგი დგას გვერდში, როგორც მივხვდი. დიახ, ოთომე თიების ბუკე. მოკითხვა აქედან კიდევ ერთხელ ოთოს. ჩვენ ძალიან მაგარ ადამიანს, თიებს მოკითხვა. ასევე ჩვენ ვითანამშრომლეთ გენთან. გენი გუში მყავდა გიორგი ონიანი, რა ვიცი, გადაყნა ზედ მთელი ოჯახი თავის მეუღლესთან ერთად და რა ვიცი, აქედან მოკითხვა ასევე გენსაც და გიოსაც და მთელ ოჯახს, მთელ შემოქმედებით გუნდს. ძალიან მაგარი ხალხია და სხვადასხვა გიოსთანაც გავღნიშნე და ოთოსთანაც და ყველასთან ვიც ქუთაისში ჩავწერე სუმაგაზე მაქვს საუბარი, რომ აქ ამ ქალაქს რაღაც განსხვავებული ერთობა და ის შეუძლია რა მეგობრობა. თანადგომა ერთმანეთის და რაღაცა კაი გვერდში დგომა აქ რა. დიახ, აი ეს იგრძნობა ამ ქალაქში. თუნდაც რამე რო გჭირდება, ყველაფერი უფრო მარტივად კეთდება, რადგან შედარებით პატარა ქალაქია, ყველას იცნობს, არის ურთიერთობა, პატივისცემა, გათვალისწინება და შესაბამისად ყველაფერი უფრო ლამაზად და მარტივად ხდება. ქუთაისში დაახლოებით 10 წელია ჩამოსული ვარ, ცხოვრობ და უღრმესი მადლობა ამ ქალაქს იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მომცა. შენ სოციალურ გვერდებს შენ თვითონ მართავ? მე თვითონ მართავ. Facebook-ს და იქაც აქტიურად ხარ სხვადასხვა ჩართული? ვცდილობ. წლების განმავლობაში მქონდა ის მიდგომა, რომ დაუშვათ საქმის საკეთებლად საკმარისი იყო სარეპეტიციოში, თუნდაც ბავშვებთან მუშაობა. მაგრამ შემდეგ პრაქტიკამ დამანახა, რომ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვქმნით, ეს თუ არ ვაჩვენეთ, თუ არ მივაწოდეთ საზოგადოებას, შედეგი ნაკლებია. რაღაც სარეპეტიციოში რო ვაკეთებთ, ეს ხომ უნდა გავიტანოთ, ხომ უნდა ვაჩვენოთ ხალხს. დაგვიკრავ რამე ლამაზ კომპოზიციას. ამ შემთხვევაში მოდი ჩემს მოსწავლეს, ჩემს დიშვილს, რომელიც ჩვენთან არის. ჯერ არ გავამხელ, მაგრამ ემზადება ძალიან დიდი პროექტისთვის. ხოვრო შეგვისრულოს ერთი კომპოზიცია. ერთი არა, ორი. ორი იყოს. და მანამდე ის მინდა რა ქვია, პატარა სპოილერი ხო არ გავაკეთოთ. სიახლე, კარგი ამბავი თბილისელებისთვის. შეგიძლიათ სულ მალე ეს რაღაც ტექნიკური საკითხები მოგვარდება მე როგორც ვიცი და უკვე თბილისშიც გახსნის ირაკლი ახალაია ფილიალს და იქაც იქნება საშუალება დედაქალაქში რომ შეისწავლონ ახალგაზრდებმა დაეუფლონ ფანტურს. დიახ, ძირითადად სოციალში კომენტარების სახით გაჩნდა სურვილი მოთხოვნა რომ ზღავსავთ. ჩვენი ფილიალი ყოფილიყო თბილისში და ჩვენ სექტემბრიდან გეგმავთ თბილისშიც იაფეთიდების სტუდიის გახსნას. ძალიან კარგი ამბავია. ნახოთ როგორ განვითარდება. დიდ წარმატებას გისურვებ და დარწმუნებული ვარ დიდი მოთხოვნა იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი, როგორც მაყურებელი მოგწონს რასაც აკეთებ და ამას თუ დააუფლებ და შეგირცაც ვნახავთ ახლა ვიდეოც. დავდეთ უკვე ამისი, შეიძლება ცალკე დავდეთ, შეიძლება ჩავაქსოვოთ, შეიძლება ორივე, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ნუ როგორ შეუძლია რომ ასწავლოს, აგერ გაიგებთ და დანარჩენი უკვე თქვენ გადაწყვიტეთ როგორ გინდათ.
შემთხვევით ხომ არ იფიქრეთ რომ 3D სტუდიას გამორჩა ჩვენი ქუთაისური ოიაში, რა თქმა უნდა ის აქ არის 3D სტუდიასგან შენ საჩუქარი სიმბოლურად როგორც ყველა სტუმარს გამოიწერეთ მეგობრებო ქართული კარგი საქმე როცა კეთდება გამოიწერეთ მათი არხიც გავამხნევოთ გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს ურმესი მადლობა სტუმრობისთვის იმ საინტერესო საუბრისთვის იმ საინტერესო ინფორმაციისთვის რაც შენგან მოვისმინე და გავიგე და წარმატებებს გისურვებ უამრავს და ყველაფერი იმედია კარგად და მაგრად იქნება ჩვენ რაღაც პროექტებიც დავსახეთ გეგმები და იმედი გამოგვა თქვენს გადაცემას და წარმატებას გისურვებთ ამ საშვილიშვილო და ძალიან მაგარ ძალიან ქართულ საქმეში შენ გაიხარე მადლობა დიდი ჩვენ კი შემდეგი გადაცემით დაგიბრუნდებით